მადლობა ჩვენს უფალს და ჩვენს ღმერთს. დღევანდელ მსახურებაში ჩვენ წავიკითხავთ ღმერთის სიტყვა, თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ საღვთო წერილი იოანეს სახარება მეხუთე თავი. ჩვენი საკითხავი ადგილი იქნება იოანეს სახარება მეხუთე თავი, კითხულობ პირველი მუხლიდან წავიკითხოთ. ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს. იერუსალიმში ცხვრის ჭიშკართან აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და ხუთი სტოა აქვს. იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამონხმარი, რომლებიც წყლის ამღრევას ელოდნენ. რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრა აუზში და ამღრევდა წყალს, ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა. რას სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. აქ იყო კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა თავისი სენით. იესო მიიხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია და უთხრა, გინდა განიკურნო? მიუგო მას სნეულმა. უფალო, კაცი არა მყავს წყლის შემღრევისას, რომ ჩამიშვას აუზში. მანამე მივალ სხვა მასწლებს. ეუბნება მას იესო, ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე. და მაშინვე გაჯანსახდა ეს კაცი, აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო. ჩვენი ქადაგების სათაურია მეექვსე მუხლიდან აღებული სიტყვები გინდა განიკურნო, ანუ გსურს თუ არა განიკურნო. აი წმინდა წერილის აი მონაკვეთში, რომელიც ჩვენ უკვე წავიკითხეთ, ჩვენ ვხედავთ საოცარ უნიკალურ ისტორიას, რომელიც მოხდა იერუსალიმში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ცხვრის ჭიშკართან მდებარე აუზთან, რომელსაც ეწოდებოდა ბეთ-ხასდა. რატომ უწოდებდნენ ამ აუზს ბეთ-ხასდას? სიტყვა ბეთ-ხასდა შედგება ებრაული ორი სიტყვისაგან, ბეთ და ხასდა. და ებრაული სიტყვა ბეთ ნიშნავს სახელს, ხოლო ხასდა ნიშნავს მოწყალებას. ერთად აღებული სიტყვა ბეთ-ხასდა ნიშნავს მოწყალების სახლი. ეს იყო ადგილი, სადაც ავადმყოფები ელოდნენ ღმერთის წყალობას. ხალხი გროვდებოდა აი ამ ადგილას იმ იმედით, რომ ღმერთის წყალობა გამოიხატებოდა ანგელოზის მეშვეობით. ამიტომაც ბეთ-ხასდა გახდა სახელი იმ ადგილისა, სადაც ღმერთს წყალობას ელის უძლური ადამიანი. წმინდა მამებიც, მათ შორის იოანე ოქროპირი და ავგუსტინე აღნიშნავდა, რომ ბეთ-ხასდას აი ამ წოდებულ აუზს, ანუ მოწყალების სახლი, იმიტომ ეწოდაო, რომ მოწყალება იმორჩილებს ჯულს, როცა ქრისტე შემოდის, ანუ ეს არის სახლი, რომელიც ჯულს წარსულში ტოვებს და იღებს მადლს. აი ასე უყურებდნენ წმინდა მამებს აი ამ ადგილს. აი სწორედ აი ამ დროს, აი ამ აუზთან, ჩვენ უკვე წავიკითხეთ, რომ მოვიდა კაცი, რომელიც 38 წელი იტანდა ტკივილს და უმწეობას. მესამე მუხლში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იქ იწვა ძალიან ბევრი ავადმყოფი,
მოლოდინში, რომ წამი-წამს ღმერთის წყალობა გამოლინდებოდა მათ მიმართ. და მრავალ ადამიანში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქრისტემ დაინახა ერთი ადამიანი, რომელიც 38 წელი ელოდა დახმარებას. 38 წელი ეს კაცი ლოცულობდა და არ იყო მასთან მოსული პასუხი. წარმოიდგინეთ, ერთი წუთით, 38 წელი, ერთი და იგივე პრობლემა აწუხებს ამ ადამიანს და ვერ თავისუფლდება აი ამ პრობლემისაგან. 38 წელი რწმენაშია და მიუხედავად პრობლემისა, რწმენა მას არ დაუკარგავს სრულად. 38 წელი დადიოდა იმ ადგილას მოლოდინით, რომ ერთი დღე დადგებოდა მის ცხოვრებაში და განიკურნებოდა. 38 წელი მიდის აი ამ ადგილას, მაგრამ ახალი არაფერი არ ხდება მის ცხოვრებაში. არაფერი იცვლება 38 წლის განმავლობაში. 38 წელი ცდილობს ეს ადამიანი, მაგრამ პრობლემა არ გვარდება და არ გვარდება. და ესე დროს ბუნებრივია. ხშირად ადამიანი ფიქრობს, რატომ დამემართა მე? სხვები მოდიან იკურნებიან, მე ვერ ვიკურნებ. ჩემი პრობლემა იგივე რჩება პრობლემად. სხვები პრობლემას აგვარებენ, მე კი ვერ ვაგვარებ. რატომ ხდება ეს ჩემს ცხოვრებაში? რატო აღმოჩნდი ასეთ მდგომარეობაში? მე ხომ წამდა ღმერთი. ხომ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ არაფერი იცვლება ცხოვრებაში. ამიტომ ყოველთვის დავიმახსოვროთ ძვირფასმა. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, რა წლოვანობისაც არ უნდა ვიყოთ, რა წლოვანობა არ უნდა გავიდეს ჩვენ ცხოვრებაში, არასოდეს არ არის გვიან. ღმერთი მოდის ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთს აქვს მადლი ჩვენთვის. ღმერთს აქვს კურნება ჩვენი ცხოვრებისა. მე-6 მუხში ჩვენ ვკითხულობთ, იესო მიხილა ეს ადამიანი, რომელიც 38 წელი მოდიოდა ამ აუზთან, იხილა მწოლარე და შეიტყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია და კითხა, გინდა განიკურნო? შეხედეთ. ერთი შეხედვით თითქოს და მარტივი კითხვა დაუსვა მაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. სურს განიკურნო, როდესაც შეხვდა მას. იესო არ ეუბნება, გინდა რომ დაგეხმარო, მიაქცეთ ყურადღებას. იესო არ ეუბნება, გინდა დაგეხმარო, იესო არ ეუბნება, წამს რომ მე შემიძლია, არამედ ეუბნება, სურს განიკურნო, სურს ცვლილება შენ ცხოვრებაში. იცით, რატომ კითხა ქრისტემ ამ კაცს აი ესეთი კითხვა, სურს განიკურნო? იმიტომ ქრისტემ დაინახა, რომ ეს კაცი მიუხედავად მისი რწმენისა უკვე შეჩვეული იყო თავის მდგომარეობას. ეს კაცი უკვე შეეგუა აი ესეთ ცხოვრებას 38 წლის განმავლობაში. აიცით რა, ხანდახან პრობლემის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმდენად ეგუება პრობლემას, რომ ვეღარ წარმოუდგენია ცხოვრება თავისუფლად. ერთი წუთი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ბავშვობიდანვე ციხეში იზრდება, სადაც შეზღუდული არის და ერთ დღეს მოდის მასთან და ეუბნებიან, შენ თავისუფალი ხარ, შენ შეგიძლია წახვიდე. იცით რა, იმ ადამიანისათვის მიუხედავად იმისა, რომ ციხე ტანჯვა იყო, ისე შეეგუა იქ ცხოვრებას, რომ იქ ცხოვრება მისთვის ჩვეული გახდა. ეს მდგომარეობა
გვაგონებს იმ ადამიანებს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება სულიერ, ემოციურ, ან ფიზიკურ ტკივილში და საბოლოოდ ეჩვევიან ცხოვრებაში ტკივილს ისე რომ როცა ღმერთი გაუხსნის თავისუფლების გზას, ვერც კი ხვდებიან რა გზა აირჩიონ. დღესაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ეჩვევა დეპრესიას, სიღარიბეს, ტკივილს და მათთვის თავისუფლება უცხო ხდება. რა თქმა უნდა, განსასწრებელი განსხვავდება განსასწრებისაგან. ტკივილები განსხვავდება ტკივილებისაგან, მაგრამ არსებობს განსასწრებელი. როცა ადამიანი იმ განსასწრებში ეჩვევა ტანჯვას, ანუ იწყებს ცხოვრებას მასთან ერთად, წარმოიდგინეთ, ადამიანი შეიძლება იმდენად დიდხანს იყოს ტკივილში, რომ ტკივილი გახდეს მისი იდენტობა. ტკივილი გახდეს მისი ცხოვრების ნაწილი. იესო ეკითხება ამ კაცს, რომელიც 38 წელი იყო ტკივილში, გინდა განიკურნო? შეხედეთ, ეს კაცი პირდაპირ არ პასუხობს მინდა. წარმოგიდგენიათ, კი არ ეუბნება მინდა განვიკურნო, არამედ იწყებს პრობლემების ჩამოთვლას. ეს კაცი ამბობს, არავინ მყავს, სხვა მოდის ჩემზე ადრე, ანუ მიზეზებს მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მოდიოდა იმისათვის, რომ მიიღო განკურნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი წმენით მოდიოდა იმ აუზთან, სადაც ღებულობდნენ განკურნებას, მაინც სადღაც აი მის გულში შეეგუა ცხოვრებას ტკივილში და განაგრძობს არსებობას აი ასეთ პრობლემასთან ერთად ცხოვრებას და იწყებს პრობლემების ჩამოთვლას. დღეს ჩვენ საუბრობთ კაცზე, რომელიც 38 წელია ბეთხაზის აუზთან იწვა და ვერ ხედავდა გამოსავალს. კაცმა, რომელმაც ტკივილთან ერთად მოუწია დიდი ხნის მანძილზე ცხოვრება. და ისე შეეგუა ასეთ ცხოვრებას, რომ დაივიწყა რა არის ნამდვილი თავისუფლება. ამგვარად, პირველი რაც ვთქვით აი ამ გადაგებაში, ამ კაცზე იყო, რომ ეს კაცი შეეგუა ცხოვრებაში განსაცდელს. ხშირად ჩვენას ვეგუებით ჩვენს პრობლემებს. მოდი გადავიდეთ მეორეზე. იესო კითხა, გინდა განიკურნო? ეს კითხვა თითქოს და უცნაურად ჩანს, არა? გინდა განიკურნო. ორი სიტყვა, გინდა განიკურნო. რა თქმა უნდა, მინდა განვიკურნო. რას უპასუხებდით თქვენ აი იმ კაცის ადგილზე რომ ყოფილიყავით? ეს კაცი 38 წელი ელოდებოდა აი ამ განკურნებას. მაგრამ იესო ეკითხება, გინდა განიკურნო? ამით იესოს აინტერესებდა ამ კაცში, იცით რა? რატომ დაუსვა კითხვა იესომ და შეეკითხა, გინდა განიკურნო? იესოს აინტერესებდა ამ კაცში დარჩა თუ არა პატარა სურვილი, არის თუ არა პატარა ნაპერწკალი სურვილის გულში. შეხედეთ, იესო ეძებს ადამიანში არა ძალას, როცა მოვიდა ამ ადამიანთან, არამედ პატარა ნაპერწკალი სურვილის ეძებს. აი ამ ტექსტთან დაკავშირებით წმინდა კირილე ალექსანდრიელი აღნიშნავს, რომ იესო ამ კაცს არ სთხოვს რაიმე ძალისხმევას, არამედ მხოლოდ იმას, რომ სურვილი ქონდეს. სურვილიდან იწყება ყოველივე. ნაბიჯი სურვილიდან იწყება. იესო არ ეუბნება დასაწყისში ამ კაცს, ადეხი შენი ძალით, განიკურნე შენი ძალით, ან იშრომე, იბრძოლე. იესომ ისედაც იცოდა, რომ ამ კაცს არ აქვს ძალა. იესომ ისედაც იცის, რომ ჩვენ ცოდვილებს არ გაგვაჩნია ისეთი ძალა, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში. რას გვასწავლის ეს ადგილი დღეს ჩვენ ქრისტიანებს? ეს ადგილი გვასწავლის, რომ ღმერთი იშვიათად მოგვედებს იქ, სადაც ადამიანს არ აქვს სურვილი, პატარა სურვილიც თუ არ აქვს. ის არ გვაძლევს არაფერში სურვილის გარეშე.
ის არ გვაძალებს, დაიმახსოვრეთ, აი რაც მინდა დავინახო, ის არაფერში არ გვაძალებს, მათ შორის ეკლესიაში სიარული. ის არაფერში გვაძალებს, მას არ უნდა ძალით მოხვეული სახურება. ადამიანი თავისი ნებით ირჩევს ცხოვრებას, ხოლო ღმერთი გვეკითხება, გვიწვევს, გინდა განიკორნო, გინდა შეიცვალო, გინდა სინამთვრელში განთავისუფლდე, გინდა მიიღო საუკუნო სიცოცხლე. ეს კაცი ქრისტეს არ ეუბნება პირდაპირ, კი მინდა, არამედ საუბრობს მიზეზებზე, საუბრობს პრობლემებზე. მაგრამ ქრისტემ ისე შეიყვარა ადამიანი, რომ თუ ადამიანში პატარა ნაპერწკალის სურვილი დაინახა, საკმარისია რომ ღმერთმა თავისი მადლი გამოავლინოს. და მესამე, აი ამ ტექსტში იესოს მოქმედება გვაჩვენებს, რომ მოწყალება წინ უსწრებს ღირსებას. ის კაცი ჯერ კიდევ უმოქმედოა, ის წევს სარეცელზე, მაგრამ ქრისტე მოქმედებს. ეს არის სწორედ მადლის მნიშვნელობა ძვირფასნო. წერილი გვასწავლის, რომ მადლით ხართ გადარჩენილნი და ეს არაა თქვენგან, არამედ ეს ღვთის ნიჭი არისო. მე-7 მუხში ვკითხულობთ, ეს კაცი ამბობს, მანამ მე მივალ აუში სხვა მასრებსო. ესე იგი, მაქვს სადღაც სურვილი, მაქვს სურვილი განკურნების, მაგრამ ჩემი ძალებით ვერ ვახერხებ. მე არ გამაჩნია ამის ძალა. სწორედ აი ამის შემდეგ იესო ეუბნება, ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე. ეს კი არის მოწმობა, ანუ მოქმედება მადლის შემდეგ. ღმერთისათვის საკმარისია პატარა სურვილი ქონდეს გულში. ღმერთი არ ეთხოვს ძალას, არამედ სურვილს, ხოლო ძალას თავად გვანიჭებს შემდეგში ცოცხალი ღმერთი. იესო ეუბნება ამ კაცს, ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე. შეხედეთ, არც აუზი, არც ანგელოზი, არც ადამიანი არ არის განკურნების წყარო. დღეს სად დადეს ადამიანი განკურნების მისაღებად? ზოგიერთი მიდის სხვადასხვა ადგილებზე და ეძებს, რომ ადგილში იპოვონ განკურნება. ზოგი მიდის მოდაში შემოვიდა ბოლოს, გაბრიელის სასაფლაოზე მიდიან რომ განიკურნონ. ზოგი რაღაც რიტუალებს ასრულებენ რომ განიკურნონ. ზოგიერთი რაღაც წყალს სვამს მიდიან ძალიან დიდ მანძილზე რომ რაღაცა განიკურნონ. მაგრამ ეს ადგილები გვასწავლის, რომ სანამ იესო არ მოვიდა ამ კაცთან, ამ კაცმა ვერ მიიღო ვერც განთავისუფლება, ვერ მიიღო ვერც განკურნება და ვერ მიიღო ვერც კეთილდღეობა. მხოლოდ იესო ქრისტეა წყარო გადარჩენის და წყარო კურთხევის. როგორც დაწერილია მოციქულთა საქმეების მე-4 თავის მე-12 მუხში, სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა და განკურნება, კურთხევა და თავისუფლება. არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. ეს სახელი არის იესო ქრისტე. ეს ადამიანი, რომელიც 38 წელი ცხოვრობდა ტკივილში და უკვე მიჩვეული იყო ესე ცხოვრებას, ვერ წარმოედგინა ცხოვრებაში სიხარული, ბედნიერება, ცვლილება. იყო მოწყენილი, იყო დანაგვიანებული. მაგრამ ერთ დღეს მასთან მოვიდა ღმერთის ძე, იესო ქრისტე და კითხა, გინდა განიკურნო? ძვირფასნო, დებო და ძმებო, იესო იმ დროს ბეთხას აუზთან მივიდა, იმ კაცთან. დღეს კი მოდის ჩვენს გულებში და გვეკითხება, გინდა რომ განიკურნო? გინდა განთავისუფლდე? გინდა შენი ცხოვრება შეიცვალოს? გინდა მიიღო განთავისუფლება ცოდვის ტყვეობისაგან? გინდა თუ არა? ანუ გააქვს ეს სურვილი? რა პასუხს გავცემთ ჩვენ მაცხოვარს? იესო გვეკითხება დღეს ჩვენ გვინდა? ის არ გვეკითხება გვაქვს თუ არა ძალა. ის გვეკითხება გვაქვს თუ არა სურვილი. და თუ გვაქვს, მე-9 მუხში ჩვენ ვკითხულობთ. ეს კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა, გაჯანსაღდა
ანუ განიკურნა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და მიიღო ქრისტეს ძალა და გაიარა. იესომ დაინახა ეს კაცი მრავალ ადამიანებს შორის და მივიდა მასთან. ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს ამ კაცის მსგავსად პრობლემა, რომელიც დღემდე ცდილობს რომ ნაღველში და დანაღვლიანებულ მდგომარეობაში, ნაწყენ მდგომარეობაში გვამყოფოს და არ გვაქვს ძალა მის მოსაგვარებლად. ეს პრობლემები განსხვავდება პრობლემებისაგან. ერთ ადამიანს შეიძლება ერთი პრობლემა ჰქონდეს, მეორე ადამიანს შეიძლება სხვა პრობლემა ჰქონდეს. მაგრამ პრობლემა არის. იესოს თვალები ხედავს დღეს ყველაფერს. მისი ძალა და სიადე ყველაზე დიდი არის. იესოსთან შეხვედრით ამ კაცის ცხოვრება შეიცვალა. იესო ქრისტე გუშინ დღეს და ხვალ უცვლელი და უკუნისამდე იგივეა. ის დღესაც ახდენს სასწაულებს. ის არის უფალი, რომელიც გადაარჩენს. ის არის უფალი, რომელიც ანთავისუფლებს. ის არის უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს. ის არის უფალი, რომელიც კურნავს. ჩვენი უფალი იესო ქრისტე ცოცხალი არის. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ შევხვდეთ უფალი იესოს. იესომ თქვა მოდით ჩემთან. ყველგან სადაც ჩემი სახელით შეიკრიბებით, მე ვარ თქვენს შორის. ჩვენ ახლა ვიგალობებთ და ამ გალობის დროს თუ თქვენ გულში მოისმინეთ ღმერთის სიტყვა, თუ თქვენ გულში გაჩნდა სურვილი რომ განთავისუფლდეთ, განიკურნოთ, თხოვოთ მას პატიება ცოდვების, უფალი იესო აქ არის, რომ მოგცეს მისი მადლი და მისი წყალობა. ასევე თუ არის ადამიანი აქ, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია იესო ქრისტე თავის ცხოვრებაში, ხსნელად თუ უფლად, ან ვინმე ისმენს პირდაპირ ჩართვის დროს, მას შეუძლია ასევე ჩემთან ერთად გაიმეოროს ეს ლოცვის სიტყვები და ამ ლოცვაში მიიღოს უფალი იესო ქრისტე თავის გულში და თავის ცხოვრებაში.